მამე დღეს მივეცი და დარწმუნებული ვარ. არ მინდა უბრალოდ ქედმაღლურად ჟღერდეს, უბრალოდ დარწმუნებული ვარ აბსოლუტური უმრავლესობაც ასე იქცევა დღეს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში. ხმას აძლევს კონკურენციას, ხმას აძლევს მრავალფეროვნებას, ხმას აძლევს ცვლილებას, ხმას აძლევს შეჯიბრობითობას და ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს აკეთებენ თითოეული თბილისელი და არა მხოლოდ თბილისელი, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩემის აზრით ძალიან სამარცხვინო საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა და გზა გაეხსნას კოალიციურ მმართველობას, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების შეჯერებით ქვეყნის მართვას. იცით, თუ ჩვენ გვინდა ნამდვილად, რა თქმა უნდა, ვიყოთ დიდი ღირსეული წევრი, დიდი ევროპული ოჯახისა, დიახაც ასე უნდა ვიქცეოდეთ და მმართველობა, რომელიც გულისხმობს ერთპარტიულ, უღიმღამო, პირქუშ მმართველობას, უბრალოდ ვერ წაგვიყვანს იქ, სადაც ჩვენი ისტორიული მისწრაფებები არის. ამიტომ მე დღეს დარწმუნებული ვარ ძალიან, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა უკვე წინასწარი მონაცემები, რომელიც არსებობს და გამოცხადება საარჩევნო უბნებზე 10 საათისთვის არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში. თქვენ იცით, რომ როგორც წესი მეორე ტურებში ტრადიციულად ყველა ქვეყანაში, მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოშიც გამოცხადება საარჩევნო უბნებზე არის ნაკლები ვიდრე მეორე ტურში, მაგრამ წელს არის გამონაკლისი ირისი მოლოდინის მქონდა, ის ხდება, ეს ნიშნავს, რომ თბილისმა გაიღვიძა, ეს ნიშნავს, რომ თბილისი იღვიძებს და თბილისი არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასარგებლოდ და სასიხარულოა, რომ არის უდიდესი ისტორიული შანსი, რომ ხვალ ჩვენ მივიღოთ სულ სხვა თბილისი. თითოეულმა ჩვენგანმა შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ, შევცვალოთ თბილისი უკეთესობისკენ, შევცვალოთ საქართველოს უკეთესობისკენ და მრავალფეროვნება იქნება და არის საწინდარი და გარანტია იმისა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იქნება დაცული. მე ხმა მივეცი ასევე ძალიან მნიშვნელოვან გეგმებს, რომელიც აქვს კოალიციური მმართველობას. მივეცი ხმა იმას, რომ არც ერთი ბავშვი თბილისელი არ შემშილობდეს სკოლაში და უფასო კვება იყოს უზრუნველყოფილი სკოლებში. დიახაც, მე მივეცი ხმა იმას, რომ ყველა თბილისელ პენსიონერს ჰქონდეს 100 ლარიანი საპენსიო დანამატი. მე მივეცი ხმა იმას, რომ ყველაზე საუკეთესო თბილისელი სტუდენტი დაფინანსდეს თბილისის მერიის მიერ სოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. დიახაც, მე მივეცი ხმა იმას, რომ ვერც ერთი ხელისუფალი, ვერც ერთი გამგებელი, ვერც ერთი მერი და ვერც ერთი მერის მოადგილე ხვალინდელი დღიდან ვერ ბედადებს, რომ ახალგაზრდა ადამიანს უნგრეთის ცხოვრებას და დარაჯად და ყარაულად აყენებდეს კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე და გომელაურის სამინისტროსთან. ერთი სიტყვით, ჰაერში მართლაც ტრიალებს, ბევრჯერ ითქვა ამ დღეების განმავლობაში გამარჯვების სურნელი. მე ვფიქრობ, იმას რაზეც ახლა საუბრობ, ძალიან ბევრი ადამიანი დამეთახება. მსგავსი არაფერი არ შეიმჩნეოდა პირველ ტურში და მე მოუწოდებ ქართულ ოცნებას, ნუ იდარდებს, ნუ ინერვიულებენ. ასე მუშაობს დემოკრატია. მე მესმის, რომ მათ აქვთ გარკვეული შიშები ხელისუფლების დათმობის, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო და ეს ხდება დღეს, ეს ხდება თბილისში, ეს ყველაფერი იწყება თბილისიდან და თბილისში გამარჯვების შემდეგ ჩვენ შევქმნით პრეცედენტს და საქმე დავამტკიცეთ, რომ კოალიციური მმართველობა არის ერთადერთი სწორი ფორმა მმართველობის, რომელიც გადატანილი იქნება ცენტრალურ დონეზე.